90-იანებში იყო მეგონი ეს პოსტერი, რომ ბავშვი ოჯახის სარკეა. დამნაშავე არავინ არ იბადება. აი ბავშვებმა რაღაცა გატეხეს, რაღაცა მოიპარეს. იმის გამო რომ ვერ იმუშავა სკოლამ, იმის გამო რომ ვერ იმუშავა სოციალურმა სამსახურმა. აი ბანკომატი გატეხეს, ფული წაიგეს. იმის გამო რომ შემდეგ ვერ იმუშავა პოლიციამ. დანაშაული სანამ დაიწყება, იქამდე არის ძალიან ბევრი ნაწილი. როგორ მივიდა ბავშვი აქამდე? მე მახსენდება ასევე ის Adolescence ეს სერიალი ბრიტანული. თქვენ თუ შეგხვედრიათ დედა, რომელიც ამბობს, რომ აი კი ჩემმა შვილმა დანაშაული ჩაიდინა. ამ ადამიანს შვილი მოუკვდა. როგორ შეიძლება შენ ასე მიმართავდე, ასე ელაპარაკო? თქვენ როგორ დასჭიდით ამ ბავშვს? კუკარაჩა როგორც იყო. ხო, ბავშვი ითხოვს ყურადღებას. უნდა ასწავლო, რა არის კარგი, რა არის სიკეთე, რა არის ბოროტება. პულვერიზატორის გამო ჩასვეს და შემდეგ ის საშინელებები გამოატარეს. ამ ქვეყანაში ძალიან ძვირი ღირს შენი შვილის თავისუფალი დროის დაკავება. ჩასვეს მანქანაში, დაემუქრენ საქმის შეკერები, დაემუქრენ მამამისზე სექსუალური ძალადობით. აი ამაზე რომ რაღაც სკოლა განგაშის ზარს არ შემოკრავს. ჩვენი პოდკასტის დღევანდელ ეპიზოდში ვისაუბრებთ არსუწონებთან დაკავშირებულ მართლმსაჯულებაზე. მოგესალმებით ჩვენი პოდკასტის დღევანდელ ეპიზოდში. დღეს ვისაუბრებთ არსუწონებთან დაკავშირებულ მართლმსაჯულებაზე და ასევე იმ პრობლემებზე, რაც ისინი ყოველდღიურად აწყდებიან მათ შორის პოლიციასთან კავშირის დროს და დღეს ამ თემაზე სასაუბროდ გვეყოლება ლონდა თოლორაია, ადამიანი, რომელსაც ალბათ ყველაზე კარგად შეუძლია ამ თემებზე საუბარი. ლონდა და თუ შეიძლება გამისწორე, თუ მეშლება 10 წლის განმავლობაში იყო საქართველოს პროკურატურის მაღალ თანამდებობებზე მომუშავე ადამიანი, შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და ის იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პირველი უფროსი, რომელიც იძიებდა სწორედ პოლიციელების მიერ ჩადენილ დანაშაულებს, მათ შორის არსუწონების მიმართაც. და დღეს რა თქმა უნდა ვისაუბრებთ ღვინის თანხლებით, რომელიც მოგვაწოდა 525.1-მა, ის არის ჩვენი პოდკასტის მეგობარი. დღეს გვექნება კახური ღვინო, მშრალი წითელი ღვინო, საფერავი, შოროხის მეურნეობიდან. და არც წითელ ღვინოსთან როგორ ხარ? გადასარევა. ოკეი. ძალიან კარგი. და პრინციპში საუბარი ალბათ უნდა დავიწყოთ იმით, თუ რა არის ზოგადად პოლიციის ფუნქცია არსუწონებთან ურთიერთობის დროს, რა ევალებათ ყველაზე მეტად. ჩვენ ვიცით, რომ პოლიციის კანონში ჩამოთვლილი არის ფუნქციები, მაგრამ აი როცა არსუწონებზე არის საუბარი, ეს არის დანაშაულის გამოძიება უფრო მეტად, პრევენცია უფრო მეტად შემოდის თუ აი და ასევე როგორი ტიპის პოლიცირება შეიძლება განახორციელოს, ეს უფრო მეტად უნდა იყოს დაუშვათ პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული, უფრო მეტად უნდა იყოს ტექნოლოგიების გამოყენებაზე, community policing-ზე თუ რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით? მოგესალმებით, მივესალმები ყველას, ვინც გვიყურებს. ორ ნაწილად შეიძლება რა, პრინციპში ორ ნაწილად იყოფა პოლიციის ფუნქცია ზოგად ჭრილშიც და ალბათ არასრულწლოვნების შემთხვევაშიც. ეს არის პრევენციულ ეტაპზე, რა უნდა გააკეთოს პოლიციამ იმისთვის, რომ არასრულწლოვნების ესე ვთქვათ კანონსაწინააღმდეგო ქცევები იქნეს თავიდან აცილებული. ამ პირიქით, როგორ აარიდოს არასრულწლოვნებს მსხვერპლობა და როგორ აარიდოს დანაშაული, რომელიც შეიძლება ქუჩაში მოხდეს ან სხვაგან და რომლის მსხვერპლი შეიძლება ბავშვი იყოს. და მეორე, როდესაც უკვე დანაშაული ხდება ამ ბავშვის წინააღმდეგ, ამ ბავშვის მიერ, უკვე ამისი ეფექტიანი გამოძიება პოლიციის მხრიდან. სამწუხაროდ, ასევე მე აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ბოლო წლებში იმისთვის, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება ამ ქვეყანაში ყოფილიყო იმაზე უფრო დახვეწილი, იმაზე უფრო კეთილშობილი, იმაზე უფრო ადამიანური, ვიდრე ეს იყო მაგალითად იმ პროგრესული კანონების მიღებამდე, რომლებიც აი თუნდაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც ამ ქვეყანაში მიღებული იქნა. თუმცა რატომღაც ჩვენ მივიღეთ რეალობა, როდესაც ამ კანონს ვერ მოყვა ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა მოყოლოდა და ეს ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა, აღმოჩნდა, რომ იყო ფრაგმენტული, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვერ მივიღეთ ის შედეგი, რომელიც
რა ვიცი, წესით, ჩემი აზრით, იყო აი ამ ყველაფრის მიზანი, მეც ვიყავი ერთ-ერთი, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შემუშავებაში იყო ჩართული და მე ნამდვილად ძალიან ენთუზიაზმით ვიყავი ჩართული ამ ყველაფერში და მეც მეგონა, რომ ამ ყველაფრის მიზანი ნამდვილად იყო ის, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება გადასულიყო სხვა საფეხურზე ამ ქვეყანაში. აი, რა შეიძლება იყოს ეს აი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიზანი? იმიტომ რომ ბევრი ადამიანი, მათ შორის ჩვენი მაყურებლების ნაწილიც ალბათ, ფიქრობს ხოლმე, რომ აი ესმით, როდესაც აი ბავშვებმა რაღაცა გატეხეს, რაღაცა მოიპარეს, აი ბანკომატი გატეხეს, ფული წაიგეს და ასე შემდეგ და აი როგორ არ უნდა ისჩებოდნენ, რომ საუბარი არის დაუშვათ 12-11 წლის ბავშვებზე. აი ამ შემთხვევაში რა უნდა იყოს სახელმწიფოს პასუხი, რა უნდა იყოს მიზანი მთელი ამ პროცედურების, ამ სისტემის? ზოგადად არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია ეს არ არის მხოლოდ პოლიციის ფუნქცია და სამწუხაროდ ძალიან ბევრს გონია, რომ აი პოლიცია არის ყველაფერზე პასუხისმგებელი, როდესაც ჩვენ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულზე ვსაუბრობთ. ნუ ვიცით, რომ 14 წლამდე ზოგადად სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დგება და ეხლა ძალიან საშიში ტენდენცია იმისი, რომ ეს სასაკი დაიწიოს და იმის გამო, რომ ვერ იმუშავა სკოლამ, იმის გამო, რომ ვერ იმუშავა სოციალურმა სამსახურმა, იმის გამო, რომ შემდეგ ვერ იმუშავა პოლიციამ, როგორც პრევენციაზე პასუხისმგებელმა ორგანოებმა, ეხლა რაღაც გამოსავლად გვთავაზობენ ჩვენ იმას, რომ თურმე გამოსავალი არის არა ამ სისტემების ამუშავება ისე, რომ პრევენცია მოხდეს, არამედ სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწევა, რაც არის ყველაზე ცუდი გამოსავალი, რაც კი ამ სიტუაციაში შეიძლება რო ამბობენ ხოლმე რომ აი შვეიცარიაში 12 წლიდან არის სადღაც 11 წლიდან არის შემდეგ აი რო ადგენენ მაგალითად ქართული ოცნების წევრები და შემოიტანონ რაღაცა კანონპროექტი და დაწიონ ეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის სვა და დაუშვათ 10 წლამდე. აი როგორც სამოქალაქო კოდექსში არის ეს დელიქტუნარიანობა, ხო? აი და თქვენ რომ აი დაუშვათ იტალიის რომელიღაც მხარეში ესეა, შვეიცარიის რომელიღაც კანტონში ესეა, რა იქნებოდა ამაზე? პირველი დავიწყოთ ის, რომ პასუხისმგებლობის დაწესება, კანონმდებლობა უნდა იყოს მორგებული შენს რეალობაზე, რომელიც შენს ქვეყანაში გაქვს. ჩვენ ვისმენთ ძალიან ხშირად, რომ ეს ევროპიდან გადმოაქვთ, მაგრამ ძალიან ხშირად ასევე როცა არაწყობთ ვისმენთ, რომ ეს რაც ევროპაში არის ცუდი. ეს რას ნიშნავს? ხო, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ევროპული გამოცდილება აუცილებლად უნდა შეუსაბამო იმ შენს რეალობას, რომელიც შენს ქვეყანაში გაქვს. ხა შენ რო ადარებ შენს ქვეყანას, იმ ქვეყანას, სადაც არასრულწლოვნის უფლებებზე არის მართლა აგებული მთელი სისტემა, როგორ უნდა დაიცვან ბავშვები ძალადობისაგან, როგორ უნდა დაიცვან ბავშვები და რა ღონისძიებები გაატარონ იმისთვის, რომ ბავშვების გამოსწორება რეაბილიტაციით მოხდეს და ასე შემდეგ და შენ ესენი არაფერი არ გივარგა და უცებ ამბობ, რომ იცი რა, მე ასაკი უნდა დავწიო, იმიტომ რომ იტალიაში ან შვედეთში ან შვეიცარიაში ან რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ესეა, ეს სრულიად არაადეკვატური გადაწყვეტილება. ჩვენ გვქონდა ეტაპი ჩვენს ქვეყანაში გახსოვთ, როდესაც სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის სასაკი დაწეული იყო 12 წლამდე. რავი, რატო არ იმუშავა? იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა მაგისთვის არც მზად არის და ჯერ არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ეს რეალობა ამუშაოს, რომელიც აქვს კანონმდებლობაში. სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის სასაკის დაწევა ასევე არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც ციხის ტიპის დაწესებულება უნდა შექმნა შენ 10 წლის ასაკის ბავშვისათვის, ხო? აი ყველა ადამიანმა, რომელსაც დღეს შვილი ჰყავს, წარმოიდგინოს თავის თავზე, რომ თავისი შეცდომის და მშობლების პასუხისმგებლობაზეც მინდა რომ დღეს აუცილებლად ვისაუბროთ. იმის გამო რომ სკოლამ სათანადო ყურადღება არ გამოიჩინა, იმის გამო რომ საზოგადოებაში რაღაც ისეთ რეალობა შეეჯახა და ვიცით ხო დღეს ქუჩაში რა ვითარებაც არის, იმის გამო რომ პოლიციამ პრევენცია ვერ მოახდინა, ამიტომ თურმე ჩვენ უნდა ავდგეთ და 10 წლის ბავშვები ჩავსვათ ციხეში. ეს არ არის პრობლემის მოგვარების სწორი გზა. მე რა თქმა უნდა ვემიჯნები იმას, რომ ან მისაღებია, ან გასაგებია, ჩემთვის არ არის გასაგები, როცა არასრულწლოვანი დანაშაულს ჩადის და აქვე ვიტყვი იმასაც, რომ არასრულწლოვნების 80%, ეს არის ჩემი მოსაზრება, პროკურატურის ანგარიშებში შეუძლია ყველას ნახოს, 80% ჩადის ქურდობას. და ძირითადად ბავშვები დანაშაულს ჩადიან ჯგუფურად. ანუ ესე მარტო ბავშვი ადგეს, წავიდეს და ქურდობა ჩაიდინოს, არის რა თქმა უნდა შემთხვევები, მაგრამ ძირითადად ბავშვები ჩადიან ქურდობას და ეს არის რაღაც ჯგუფური სპონტანური გადაწყვეტილება. წვრილმანი ქურდობაც ალბათ, ხო? წვრილმანი ქურდობაც და აი მაღაზიების გატეხვა. შოპლიფტინგიც. კი ბატონო.
და ყოველთვის როცა დანაშაულს ჩადის ბავშვი, მთავარი კითხვა, რომელიც მე მაგალითად თქვენ თქვით, რომ პროკურატურაში მუშაობდი, ამათი წლიდან 8 წელი დაახლოებით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მონიტორინგში ვიყავი ჩართული. და ყოველთვის ვსვამდი კითხვას, როგორ მივიდა ბავშვი აქამდე და ყოველთვის პოულობდი ახსნას, რამ განაპირობა ბავშვის მხრიდან დანაშაულის ჩადენა. და ძალიან ხშირად 100-დან 90% შემთხვევაში ეს როგორ თქვა, გარემო ფაქტორების ბრალი იყო. ის რომ იქ ოჯახში არ იყო სათანადო ყურადღება და კონტროლი ბავშვის მიმართ, ის რომ საზოგადოებაში ქუჩაში გამოვიდა და იქ არ დახვდა სათანადო გარემო და რაღაც მოხდა კრიმინალურ წრეში, რომლის აღკვეთა პოლიციამ ვერ მოახერხა იქამდე. ის რომ ეკონომიკური პრობლემები აქვს ოჯახს, თუმცა პირდაპირ კავშირი, რო გითხრათ, რომ ბავშვების 100% დანაშაულს იმიტომ ჩადის, რომ ეკონომიკური პრობლემებია ოჯახში, თლად 100%-იანი კორელაცია ამაში არ არის, მაგრამ დიდი ნაწილის მიზეზი ეს არის. მიზეზი არის ისიც, რომ ამ ბავშვების მშობლების ძალიან დიდი ნაწილი საზღვარგარეთ არის წასული. ანუ ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. დამნაშავე არავინ არ იბადება და მით უმეტეს ბავშვობის ასაკში ხო აი რაღაც მოდი დანაშაული ჩავიდინო, რატო ბავშვს ურჩევნია სხვა უფრო სასიამოვნო რაღაცით გაერთოს თუ შენ სახელმწიფო ამას სწორად მიაწოდებ, ხო? აი ეს გართობის ნაწილი მგონია ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპში, როცა ბავშვებზე ვლაპარაკობ. შეიძლება მეშლება ამან ბავშვი, მაგრამ მგონია ეს დანაშაული სანამ დაიწყება, იქამდე არის ძალიან ბევრი ნაწილი, სოციუმის რაღაცა სხვადასხვა პატარა სისტემები, რამაც შეიძლება ეს ყველაფერი შეაკავოს, ხო? იქ შეიძლება არ ვიცი, ეკონომიკური მდგომარეობა თუნდაც აქედან რომ დავიწყოთ იყოს საკმარისი, საერთოდ არ მოუნდეს რაღაცა ასეთი. მე შემოდის ეს thrill რაღაცა სურვილი იმისა, რომ რაღაცა ადრენალინის მონგრული რაღაცა გასართობი ჩაიდინოს. იქ სკოლა უნდა არსებობდეს, სადაც იქნება რაღაცა კლას გარეშე სხვა რაღაცა გასართობი საკითხები, იქნება მოედნები და ასე ჩვენ ხა მოედნები კი არა, რა ვიცი შენობები არ ფუნქციონირებს ელემენტარულად სკოლების თბილისშიც. ხო, უნდა იყოს რაღაცა სხვა აქტივობები, რომელშიც ჩაერთვება ეს ბავშვი და მაგაზე არ იფიქრებს და თუ ეს ყველაფერი არ არსებობს და ბავშვი უბრალოდ, რა ვიცი, მიტოვებულია რაღაც კუთხით შეიძლება იყოს ის ბევრი დრო აქვს მას, რომელიც არის დაუკავებელი და ეს დაუკავებელი დროის დაკავებაში მონაწილეობს ვინ? ანუ მშობელი და სახელმწიფო. მე მშობელი ვარ და ყოველთვის ხო ვფიქრობ, რითი დავაკავო ჩემი ბავშვი თავისუფალ დროს და მინდა გითხრათ, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ძვირი ღირს შენი შვილის თავისუფალი დროის დაკავება. ეს ცალკე პრობლემა. აი იგივე შვედეთს ხშირად იხსენებენ და ბოლო დროს ძალიან აქტუალურია. აი ჩემი მეგობარი სწავლობს და კითხვა დაუსვა, ყველაზე მეტად რა მოგწონს მაგ ქვეყანაში და მითხრა, რომ აი ამ ქვეყანაში მომწონს ის, რომ თითქოს მთელი ქვეყანა ბრუნავს ბავშვების გარშემო და ოღონდ რითი დააკავონ ბავშვები, რაში ჩართონ, რომ მათი ცხოვრება გახდეს სასარგებლო და იმ მომავალზე ორიენტირებული, რომ ისინი გახდნენ ღირსეული მოქალაქეები. არის უფასო ადგილები, სადაც გაერთობიან, ანუ გულისხმობ წრეებს, სპორტულ წრეებს, არასპორტულ წრეებს და ასე შემდეგ. არ ვიცი, სათამაშო კომპლექსებს, რომელიც დღეს ჩვენთან არ ვიცი, კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული, რომ ბავშვი დააკავა. ამიტომ აი ეს ყველაფერი ერთმანეთთან ისეა გადაჯაჭვული. და აი ძალიან ხშირად აი ამ ბოლო დროს ხო აი არასრულწლოვნების დანაშაული რაც მოვისმინეთ, ხედავთ, რომ აი მე-10 ეპიზოდი, მე-6 ეპიზოდი, არ ვიცი, რაღაც ორგანიზებულ ჯგუფში არის ბავშვი ჩართული და აი კითხვა ხო უჩნდება მოქალაქეს, სანამ აქამდე მივიდა ბავშვი, რატო ვერ დავინახეთ აქამდე? სანამ მე-6 ეპიზოდი დააგროვა, სანამ ვიღაცამ დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართო, სად ვიყავით აქამდე? რატო ვერ შენიშნა ოჯახმა? რატო ვერ შენიშნა სკოლამ? აი მე აი მოდი დავუშვათ, აი მე ძალიან ვერიდები ხოლმე მშობლების გაკრიტიკებას, იმიტომ რომ არავინ არ იცის ჩვენ როგორები ვიქნებით, ჩვენ როგორებს გავზრდით, თუმცა მშობლების ნაწილზეც აუცილებლად ვისაუბრებ, მაგრამ აი თქვა წარმოვიდგინოთ, რომ აი მშობელი არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ეს ბავშვი ხომ არ უნდა იქნეს მიტოვებული სახელმწიფოს მხრიდან. რატო მე ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ ვერ უნდა შენიშნოს სკოლამ, მასწავლებელმა, დამრიგებელმა, სადაც ეს ბავშვი დადის, რომ ამ ბავშვის ქცევა არის დანაშაულებრივი, რაღაც კრიმინალურ
სამყაროსთან აქვს კონტაქტი. ან შეიძლება ეს დასკვნა ვერ გამოიტანოს, მაგრამ აი ბავშვის ქცევაში ხო შეინიშნება, რომ ეს რაღაცა ჯანსაღი ქცევა არ არის და ის რაღაც დროს ატარებს ისეთ ადგილზე, რომელიც არ ვიცი, შენგან კონტროლის მიღმაა, ხო? არ ვიცი, ამ დროს სკოლის მოვალეობა რა არის? თუ შეუძლია პრობლემა თავად მოაგვაროს, თუ არა და აუცილებლად საქმის კურსში, პრევენციულ ნაწილში უნდა ჩაყენოს მან პოლიცია, იმიტომ რომ ბავშვი რო სკოლიდან გადის და თუ იგი ბევრ დროს ატარებს ქუჩაში, ქუჩის მონიტორინგი არის ზუსტად პოლიციის საქმე, ხო? ამიტომ სანამ ეს ბავშვი მეხუთე ეპიზოდამდე მივიდა, ჩემთვის წარმოუდგენელია ეს ვერ შენიშნოს პოლიციამ, რომელიც მუშაობს კარგად. ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ ერთი ამ პოლიცია არ მუშაობს კარგად, ან იცის ეს ამბავი და თვალს ხუჭავს ამ ყველაფერზე. არ აინტერესებს სხვადასხვა მიზეზის გამო, არ ვიცი. ან გულგრილად ეკიდება, ან არ ვიცი. ხო, არ მინდა რაღაც ესეთი უსაფუძვლო ბრალდებები, მაგრამ ან არ ვიცი, თანამონაწილე ამ ყველაფრის რაც ხდება. ამიტომ ხო, პოლიციას, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ იგი პრევენციულ დონეზე მუშაობს კარგად, ან შემდგომ რეაგირების ეტაპზე მას არ უნდა ეპარებოდეს ეპიზოდები და მრავალჯერადი დანაშაულის ჩადენა. იმისთვის ხარ იმ უბნის კურატორი პოლიციელი, რომ შენ იმ უბნის პულსზე უნდა გედოს ხელი, უნდა იცოდე ვინ რას აკეთებს და არ უნდა იყოს რაღაც ბნელი კუნჭულები, რომელიც შეიძლება რაღაცა სისტემური დანაშაულის ჩასადენად შეიძლება იქნეს გამოყენებული. თუმცა პრევენციის ეტაპზეც ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ პრევენციის დროს უკანონო მეთოდები უნდა გამოიყენო. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ დანაშაულის გახსნა, ამ პრევენცია რაღაც ბრჭყალებში დიადი მიზანი, რომელიც შეიძლება კონდეს პოლიციას, არ ამართლებს არც ერთ უკანონო ნაბიჯს პოლიციის მხრიდან. აი შენ იმ ვიდეოშიც ნახეთ, ხო, შენ დამდები ხარ, თუნდაც ეგონოს პოლიციას, რომ ეს მართლაც ესე იყო, ხო? მას არ აქვს უფლება ელაპარაკოს არასრულწლოვანს იმ ლექსიკით, რომლითაც ისაუბრება, არ აქვს უფლება დანაშაული ჩაიდინოს არასრულწლოვნის მიმართ დაემუქროს ცემით, ან არ ვიცი ამ შემთხვევაში მამაზე იყოს საუბარი გაუპატიურებით და ასე შემდეგ, ხო? ეს არ არის გზები, მეთოდები, რომლითაც პოლიცია უნდა მუშაობდეს არავისთან და მით უმეტეს არ უნდა მუშაობდეს ბავშვთან. არასრულწლოვანთან. ხო, არასრულწლოვანთან ამ მეთოდებით. ორი პრობლემაა, ხო? ან არ იცის, როგორ უნდა ელაპარაკოს რაც ამ შემთხვევაში ეჭვმეპარება არ ცოდნოთ და რომ ეს უკანონოა და ხო, ნუ მეორეა რომ აი რაღაც დანაშაულის გახსნით, როგორც წესი მიმუშავია მე შეში და როგორც წესი აი ეს მოდახოლმე ფრაზები, რომ აი დანაშაულს სხვანაირად ვერ გავხსნიდი, ანუ თუ მოეფერე და ესე ელაპარაკე ყველას, რომელიც შენ დანაშაულის ჩამდენი პირი გქონია, ესე დანაშაული არ იხსნება და ხო, მე ამ დებულებას ვერცერთ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები, არავინ არ ითხოვს, რომ თავზე ხელი გადაუსვა ვიღაცას, ხო? აქ საუბარი არის კანონის ჩარჩოში, საუბარზე, არ ვიცი. გონია რომ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა, კეთილი ინებე, მტკიცებულებები მოიპოვე და გამოძიება აწარმოა. მტკიცებულებებით ელაპარაკე ადამიანს. აი ჩვენმა მაყურებელმაც რომ გაიგოს პრინციპში რაზე ვსაუბრობთ, ხო? ანუ ეხლა შენგან საქმის სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომელი უკვე იმყოფება პატიმრობაში და ჩემი მოგზაურებული აზრით მეტიც უნდა იმყოფებოდეს, იმის გამო რომ 16 წლის არასრულწლოვანს, რომელსაც უბრალოდ პულვერიზატორები ჰქონდა, მეტი არაფერი არ, სხვა არაფერი არ დაუნახავთ საერთოდ, ჩასვეს მანქანაში, დაემუქრენ ამ საშინელებებით, დაემუქრენ საქმის შეკერებით, დაემუქრენ მამამისზე სექსუალური ძალადობით ყველაფრით, რაც შეეძლოთ. შემდეგ ეს განყოფილების უფროსთანაც რომ დარეკეს და ასე შემდეგ, აი მანდედან გამოჩნდა ჩემთვის რომ ეგ სისტემური ამბავია, პირველი არსოვანი არ იყო, ვისაც ესე სლენგს გამოვიყენებდნენ და აკაჩავებდნენ და ვისაც ემუქრებოდნენ ასეთი საშინელებების ჩადენით. და ხო, მივადექით პრინციპში აი დაუსაბუთებელი ბრალდება იქით იყოს და ეს დასაბუთებული ბრალდება უკვე ხედავთ რომ პროკურატურამ საქმე წაიღო სასამართლოში და სასამართლო ნუ პირველი მოსმენის ხდომაზე მაინც დაეთანხმა პროკურატურის შუამდგომობას პატიმრობის გამოყენების თაობაზე.
აი ერთი 90-იანებში იყო მე მგონი ეს პოსტერი, რომ ოჯახი, კი არა, ბავშვი ოჯახის სარკეა, რაღაცა ესეთი პოსტერი არსებობდა და ჩემთვის ბავშვი არის აი არ მარტო ოჯახის, არამედ სკოლის ზუსტად, რასაც ამბობდი და პოლიციის სახე. ანუ ეს თუ როცა ასეთი რაღაცა ხდება, ამ შემთხვევაში ამ სამი სისტემიდან ან რომელიღაცა ან ყველა ერთად არის ჩავარდნილი და პოლიციაზე თუ საუბრობთ, მართლა ის არის, რომ რა არის პოლიციის მთავარი დანიშნულება, რისთვის გვჭირდება საერთოდ პოლიცია. განსაკუთრებით, როცა ვლაპარაკობთ არსუწონებთან მიმართებაში, ხო? პოლიციის საქმე არის, რომ კონდეს რაღაცა 2%-ით მაღალი გახსნის მაჩვენებელი რაღაცა საქმეების, თუ პოლიციის საქმე არის, რომ არსუწონებთან იყოს ისეთი ტიპის ურთიერთობაში, აი, რა ვიცი, შეიძლება ცოტა საბჭოთა ნოსტალგიის ან ცოტა პროპაგანდის ნაწილს, აი კუკარაჩა როგორც იყო რა, როცა ის იმ ადამიანის მიზანი ჩვენთან უბნის ინსპექტორებისთვისაც შემოიგეს თავის ძოზე. მიზანი არის არა ის, რომ აი ვიღაცას ქეჩოში მოკიდოს ხელი და წაათრიოს და ციხეში ჩასვას რაღაცა 14 წლის ბავშვი იმის გამო რომ რაღაცა აიღო მაღაზიიდან, არამედ რომ გამოასწოროს და გამოსწორება არ ხდება ციხეში ჩასმით, ხო? მით უმეტეს საქართველოს გავს ციხეებში ჩასმით და იმ შვედეთშიც და სხვაგანაც, ანუ მიზანი არის ის, რომ ჯერ ოჯახს ჰქონდეს, აი ოჯახის სარკეაო, ხო? ანუ ოჯახს როცა აქვს ეკონომიკური პრობლემები, არცალი არ არის სახში მოდის გაუბედურებული, რაღაცა ხვალ როგორ იცხოვს, ეგ არის ის ვალები აქვს ყველაფერი, ხო? იმ ბავშვზე გადაითარგმნა ყველაფერი. პოლიციაზეც ეგრე არის საბოლოო ჯამში, რომ პოლიციის მიზანი თუ არის ის, რომ რაღაცა 3 თვის თავზე ხა ყოველთვიური აღარ არის ხო ის სტატისტიკა და წლის ბოლოს თუ უნდა უბრალოდ მაღალი სტატისტიკის დაწერა გახსნის მაჩვენებლის და მორჩა ის გაანადგურებს ძალიან დიდ უფრო მნიშვნელოვან სიკეთეს რაც არის ამ ბავშვის მომავალი. მოდი გავსინჯოთ ეს ღვინოც თან და ნახოთ როგორი არის ძალიან კარგი. არც მე ჯერ ვერ ჩამოყალიბდი ღვინის ექსპერტად. გიორგი როგორც არის ისეთად, მაგრამ ხო, უბრალოდ კარგი რომელია, ცუდი რომელია, მაგას უგრძნობ ხოლმე ერთი მე ღვინეთს ყავდა სტუმრად და იმან გითხრა, რომ მეტი არაფერი არ გჭირდება, კარგი ღვინო თუ არის, რომ ცნობ ესე იგი საკმარისია. მეორე ნაწილზე რო გადავიდეთ პრინციპში, რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც აი ეკონომიკური დანაშაული გვერდით გადავდოთ, რა ხდება მაშინ, როცა არსუწონები ჩადიან მძიმე დანაშაულს. და ეგეთი შემთხვევებიც ჰქონდა ბოლო პერიოდში, როდესაც ვნახეთ, რომ აი მე-5, მე-6, მე-7 ეპიზოდი ბავშვები ჯგუფურად ძალადობენ, სისხლიანი ბოტასები აქვთ, ანუ საშინელებებს აკეთებენ, ხო? აი ეს რისი მიზეზი შეიძლება იყოს და ამ შემთხვევაში როგორი შეიძლება იყოს აი პროკურორის თუნდაც ან გამომძიებლის და ზოგადად სახელმწიფოს პოზიცია. მოდით დავიწყოთ იქედან, რომ დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვნის მხრიდან აუცილებლად არის გადაჯაჭვული წინარე ეტაპთან, ხო? ანუ რა თქმა უნდა მე იმას არ ვამბობ, რომ ჩვენ ყველა შემთხვევაში აი სულ რო კარგად მუშაობდეს ყველა რგოლი, დანაშაულს არ ჩაიდენს არასრულწლოვანი ამ აზრზე რა თქმა უნდა არა ვარ და ეს გამორიცხულია, ეს ყველგან ხდება, რაოდენობით ცუდიც ეს არ უნდა იყოს, ამიტომ რა თქმა უნდა შორს ვარ ამ აზრისაგან, მაგრამ თუ შენ ყველა სისტემა კარგად გაქვს აწყობილი, ხო, ესეთ შემთხვევები უნდა იყოს ძალიან ცოტა. სამწუხაროდ ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ აი არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილმა დანაშაულმა ძალიან იმატა ბოლო 3 წლის განმავლობაში და უბრუნდება რაღაც 10, 11, 12, 13 წლის ნიშნულს. დასვა ვინმე მკითხვა, აი რატო? ანუ რატო მივედით ჩვენ ამ რეალობამდე, რომ არასრულწლოვნის დანაშაული, რომელიც იკლებდა, ან რაღაცნაირად ინარჩუნებდა სტაბილურად რაღაც ერთ ნიშნულს, ახლა არის უფრო მეტი რაოდენობა. ეს ნიშნავს იმას, რომ აი ეს წინარე ეტაპები კიდევ უფრო მეტად ჩავარდნილია. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა ვერ ავწდებით იმ რეალობას, რომ მოგვიწევს მკაცრი პოლიტიკის გატარება დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნის მიმართ და ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ უნდა იყოს საჭირო ბევრ შემთხვევაში, ანუ ეს უნდა იყოს ნორმალურ სიტუაციაში ერთეული შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვერ შევძელით ვერც ერთ ეტაპზე არასრულწლოვნის რეაბილიტაცია, მისი რაღაც კრიმინალური სამყაროსაგან ჩამოშორება და ასე შემდეგ, მაგრამ აი იგივე სისტემატურობის ნაწილში განმეორდები და ვიტყვი აუცილებლად ისევ იმას, რომ უნდა დაისვას კითხვა, სად ვიყავით ჩვენ აქამდე. აი თუნდაც ეს ბოლო შემთხვევა, ხო, აი გიგა ავალიანის შემთხვევა, რომ ავიღოთ, ხო, პოლიციის მიერ შემჩნეული რო ყოფილიყო წინარე შემთხვევები, ჩვენ არ დავდგებოდით ამ რეალობის წინაშე, რომლის წინაშეც ბოლოს
დადგა მსხვერპლის ოჯახი და დადგა მათ შორის დანაშაულის ჩამდენი პირების ოჯახები, ხო? და იმ მშობლების ნაწილზე აქ მინდა ზუსტად ვისაუბრო, აი 10 წელი ვიყავი პროკურორი და აი მათ შორის ჩემს მეგობრებთანაც, ყოფილ პროკურორებთანაც მისაუბრე, აი თქვენ თუ შეგხვედრიათ დედა, რომელიც ამბობს, რომ აი კი, ჩემმა შვილმა დანაშაული ჩაიდინა და მიშველეთ. და აი როგორ ჩავრთოთ სარეაბილიტაციო პროგრამაში, რა გავაკეთოთ და ასე შემდეგ. ძალიან იშვიათად შეხვდები ასეთ დედას, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს თვითონ და აღებინებს ბავშვს ასევე პასუხისმგებლობას, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, რაც ჩემი აზრით არის ძალიან დიდი პრობლემა და ჩვენ რაღაცნაირად უნდა მივიდეთ იმ ეტაპამდე, რომ გასაგებია, შვილია, ყველას ძალიან უყვარს, მაგრამ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პატიება, აი თავზე ხელის გადასმა, რომ აი შვილო, შენ არაფერი ისეთი არ გაგიფუჭებია, ეს იწვევს რაღაც დაუსჯელობის შეგრძნება არ უნდა გქონდეს ბავშვს არც ერთ ასაკში. პასუხისმგებლობა მაინც უნდა იგრძნოს და აიღოს თუნდაც ბავშვი ერქვას. კი. კი, აუცილებლად. ამიტომ უკვე მომხდარ დანაშაულზე ჩვენ გვაქვს ორი გზა, ხო? ერთი გზა შეიძლება თუ არა ამ ბავშვის გამოსწორება, გადარჩენა, ისე რომ და ასევე სამართლიანობის აღდგენა, იმიტომ რომ დაზარალებულსაც უნდა ჰქონდეს ის შეგრძნება, რომ ადეკვატური სასჯელი მიიღო ამ ადამიანმა, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, არ აქვს მნიშვნელობა ეს ბავშვია თუ დიდი. რა თქმა უნდა, მიდგომა ცოტა განსხვავებული იქნება ვიდრე ზრდასრული შემთხვევაში, მაგრამ შეგვიძლია თუ არა სამართლიანობის აღდგენა და ამ ბავშვის გადარჩენა, შემოbrunება ნორმალური ცხოვრებისაგან ციხის გარეშე. აი როგორ შეიძლება ხოლმე რომ ეგ მოხდეს? აი ეს სარეაბილიტაციო რაღაცა საკითხები, აი რა შეიძლება დაავალო ბავშვს რომ გააკეთოს, როცა ესეთი მძიმე შემთხვევა როცა არ არის, როცა ჩანს რომ შეიძლება მიყენებული ზიანიც არ იყოს იმხელა და აი სარეაბილიტაციო პროექტები, პროგრამები უკეთესია. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა სარეაბილიტაციო პროგრამებთან დაკავშირებით და მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა 2012-13 წლიდან გადავიდა ალტერნატიული ზომების გამოყენებდა, უბრალოდ 2010-დან დაიწყო პირველი განრიდება. მიუხედავად იმისა, რომ რამდენი წელია, 15 წელზე მეტი არის გასული, ჩვენს ქვეყანაში ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმას, რომ საქართველოში ყველა რეგიონში, მათ შორის, იყოს პროგრამები, რომელიც იქნება მორგებული ზუსტად აი დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნის საჭიროებებზე და მუდმივად დღეს პროკურორსაც, სოციალურ მუშაკსაც, რომელიც ჩართულია არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეში, უწევს მართლა თავის მტრევა იმაზე, რა გააკეთოს, რა სერვისები შესთავაზოს ამ ბავშვს ისეთი, რომელიც მას გააცნობიერებინებს თავის მიერ ჩადენილ დანაშაულს. სხვა შორის ძალიან ეფექტურია ხოლმე სარეაბილიტაციო სხვა პროგრამებთან ერთად, როდესაც იგი ხვდება დაზარალებულს. მისგან ისმენს რა ზიანი გამოიწვია მის მიერ ჩადენილმა დანაშაულმა და სხვათა შორის აი ამ საქმეზეც, აი გიგავალიანის საქმეზეც მე ძალიან ხშირად მიფიქრია იმაზე, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ დედა შეხვდებოდა ესე პირისპირ იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ როცა დევნა იწყება, ანუ როცა უკვე სასამართლოში მიდის საქმე, ეს მექანიზმი არ არსებობს და ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, როცა აი პირისპირ სხდებიან ერთმანეთთან, რაც ბავშვსაც ეხმარება გაცნობიერებაში და მსხვერპლის, დედასაც ეხმარება პატიებაშიც მათ შორის და გვაქვს ჩვენ შემთხვევები, როდესაც მიუხედავად ამ მძიმე შედეგისა შეძლო გარდაცვლილის, მოკლულის დედამ პატიება რაღაც მიზეზების პოვნა და ასე შემდეგ და ეს არის ხოლმე ძალიან ეფექტური, რომელიც ეხმარება დანაშაულის ჩამდენ პირს მისი დანაშაულის გაცნობიერებაში. და რაც შეეხება სხვა სერვისებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვიცი, შეიძლება იყოს რაღაც ტრენინგის გავლა, შეიძლება იყოს ფსიქოლოგთან სიარული, რომელიც ბრაზის მენეჯმენტი და ასე შემდეგ, რომელიც ხომ მას მის დანაშაულის გაცნობიერებაში ეხმარება და მეორე გზა ეს არის ხო, ციხის გზა, რომელიც არის ძალიან მძიმე, რომელსაც და იმასაც ვიტყვი, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის
მაჩვენებელი, ანუ რეციდივს, რასაც ხელახალი ხელახალი დანაშაულის ჩადენის პროცენტული მაჩვენებელი ციხის გამოცდილების ბავშვებში არის უფრო მაღალი, 50-60 70 ზოგან 80%-ზე მეტი, მაშინ როცა ციხის გარეშე სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართული ბავშვების მიერ დანაშაულის ჩადენის რეციდივის მაჩვენებელი 20-დან 30%-მდე მერყეობს. ანუ ხო, მარტივი არის დასკვნის გაკეთება, ანუ რომელი გზა ჯობია ბავშვისთვის, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ეს პირი არის საშიში უკვე საზოგადოებისთვის, ციხის გარდა ალტერნატივა შენ არ გრჩება და რიგ შემთხვევებში ეს არის გარდაუვალი. ხო, აი მე-11 დაწესებულება არის, ხო, სადაც ეს არასწორები არიან მოთავსებული. ხა ბოლო 4 წელი აღარ ყოფილა იქ, მაგრამ აი მანამდე როცა დავდიოდი ხოლმე, არის რა, პრინციპში აი კანონმდებლობაც ცდილობს რაღაცნაირად, ყოველ შემთხვევაში ცდილობდა, რომ აი თლად ციხის მსგავსი არ ყოფილიყო მინიმუმ იმ ბავშვებისთვის, რომლებიც აი ძალიან აშკარად საფრთხეს, თუნდაც ხვებისთვის არ წარმოადგენენ. იქ მინახავს ბავშვები, რომლებიც დარბიან, მაგალითად დერეფნებში შეუძლიათ დირექტორის ოთახში ნებისმიერ დროს შესვლა და ასე შემდეგ. მაგრამ და მე არის ის საკითხები მაგალითად, რომ აი სკოლა ფუნქციონირებს იქ, გაკვეთილები უნდა ისწავლონ, ეს სკოლას რომ დაამთავრებენ, იქ ატესტატში არ ეწერებათ, რომ აი ციხის სკოლა დაამთავრა, ეს არის რაღაცა რომელიმე სხვა ნომერი ენიჭება, ხო? და ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ამის მიუხედავად, აი გისოსები რო არის და ეს წესრიგს ვერ დავარქვა, ის მკაცრი წესები, რაც უნდა დაიცვა და ასე შემდეგ, რაც შეიძლება ვიღაცებისთვის კარგია, მაგრამ შეუძლებელი არის, რომ მათ ფსიქიკას არ ატყობდეს დაღს და ყველაზე ცუდი რაც არის, ასევე რაც პრინციპში ნახევრად ღია ტიპის ციხეებში რაც გვაქვს ზონებს რომ უძახიან ხოლმე, იქაც შეინიშნებოდა, რომ კრიმინალური სუბკულტურის გავლენა არის ძალიან მაღალი და იქ ბავშვი რომ მოხდება, მე ჩემთვის არის ძალიან ძნელი წარმოსადგენი, როგორ შეიძლება რომ აი ისე გამოვიდეს გარეთ, სულ რო 6 თვე ქონდეს მის ჯილი, რომ აი თავი დააღწიოს და აი ამ კრიმინალური სუბკულტურის გავლენამ შიგნით რაღაცა მასე ძალიან სერიოზული გავლენა არ იქონიოს, მით უმეტეს როცა ბავშვებზე ვლაპარაკობთ და არა რაღაცა სრულყოფილად ჩამოყალიბებულ ადამიანებზე. მე მახსენდება ასევე ის Adolescence ეს სერიალი ბრიტანული 4 სერია არის სულ მოზარდობა ალბათ ქართულად ეგ იქნებოდა და აი ფსიქოლოგზე რომ თქვი პრინციპში მთელი მესამე ეპიზოდი აი ფსიქოლოგთან საუბარია სადაც თვითონ ბავშვი ცნელ-ნელა იაზრებს რა ჩაიდინა და ასე შემდეგ და მანდ არის ალბათ ის ოჯახი რომელსაც თავიდან რა თქმა უნდა არ სჯერა რომ ის შვილი ამას ჩაიდენ და ყველანაირ გოჩი უდგას მაგრამ ვიდეო არსებობს და მორჩა მე ის ოჯახი თვითონ იღებს პასუხისმგებლობას და ეგ არის ჩემთვის თავი პერსონაჟი მაინც ბავშვზე მეტად მამა არის ხო და ჩვენთან ამის მიღმა აღქმული არის ხოლმე ავიცი მე როგორც ხედავ რა სასამართლოებზეც არ ყოფილა არასწორების მონაწილეობით ეს არის რაღაცნაირი შეჯიბრი რომ აი ჩემი ადვოკატი მოერევა თუ შენი რაღაც აი მოგება უნდათ და არა რაიმე სხვა რა აი ხორავას ქუჩის სასამართლოებზეც აი რომ დავდიოდი ხოლმე აი ძალიან გარდაცვლის მშობლებს ისე ეპყრობოდნენ თუნდაც ეს მეორე მხარის რიგი წარმომადგენლები არ ვიტყვი ხა ვინდა როგორ და ასე შემდეგ მაგრამ ბევრი და სულ მთლიან პროცესის განმავლობაში რომ უბრალოდ ვერ ვიჯერდი ამ ადამიანს შვილი მოუკვდა როგორ შეიძლება შენ ასე მიმართავდე ასე ელაპარაკო მაგრამ ჩვენთან ეს მაინც რაღაცა მატჩი არის უფრო და მეტი არაფერი კი ხო ზოგადად არასრულწლოვნის საქმეებში ჩართული პროფესიონალები ეს ცალკე დიდი პრობლემა არის ჩვენს ქვეყანაში. ეს ეხება ყველას, ეს ეხება პოლიციას, ეს ეხება ადვოკატებს, პროკურორებს ალბათ მაინც ყველაზე ნაკლებად, იმიტომ რომ ყველაზე მეტი ალბათ გადამზადების კუთხით ამ სისტემას აქვს გაკეთებული პროკურორების გადამზადების კუთხით. აი, მე მაგალითად ვიღებდი მონაწილეობას გამომძიებლების, პოლიციელების გადამზადების პროცესში, რომლებსაც უნდა ემუშაოთ არასრულწლოვანთა საქმეებზე. ძალიან ბევრი ღირსეული პოლიციელი იყო, რომლებსაც არ უნდათ ამ საქმეებზე მუშაობა და რატომ? მათთვის ეს იყო ყველაზე რთული სამუშაო, სისხლის სამართლის საქმეები. პლუს ამას ისინი არ იყვნენ გამოთავისუფლებულები სხვა საქმეებისაგან, ანუ იმის პარალელურად უნდა ემუშავათ ამ საქმეებზე და მათთვის რაღაცნაირად არასრულწლოვანთან მუშაობა იყო დამატებითი მძიმე
ტვირთი და ამბობდნენ რომ აი ამ ტრენინგზე მოვედი ნებაყოფლობით არა, იმიტომ რომ უთხრეს რომ შენ არასრულწლოვანთა გამომძებელი უნდა იყოს, ეს ცალკე პრობლემაა. იმიტომ რომ თუ ადამიანს სურვილი არ აქვს შენის ამ საქმეებზე არ უნდა ამუშაო, იმიტომ რომ ბავშვები უნდა უყვარდეს და უნდა უნდოდეს ამ საქმეებზე მუშაობა. და ნუ მეორე პრობლემა ის არის რომ რაღაცა ის 3 დღე გადავამზადეთ და მორჩა, ანუ განგრძობითი ეს განათლება პოლიციის შემთხვევაში მაგალითად არ იყო, რაც არის ძალიან დიდი პრობლემა და მე მაგალითად როცა პროკურორი ვიყავი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემებზე რომ ამზადებდნენ მე არ ვიყავი ისეთ სენსიტიური ტრენინგებამდე, როგორიც გავხდი ტრენინგების შემდეგ და მახსოვს ფსიქოლოგმა გაგვაკეთებინა ესეთი სავარჯიშო, ესეც მინდა გავიხსენო, აი რაღაც კონკრეტული кейსი მოიყვანა, მაშინ პროკურორი ვიყავი და თქვა რომ აი თქვენ როგორ დასჭიდით ამბავს. ვინც დასჭიდით მკაცრად დადექით იმ კუთხეში, ვინც დასჭიდით უფრო ლოიალურად დადექით ამ კუთხეში და მე ვიდექი იმ კუთხეში, სადაც ითხოვდნენ ყველაზე მკაცრად დასჯას და იგივე кейსი შემოგვიტანა ტრენინგის ბოლოს. ეს იყო რაღაც 10 დღიანი კურსი და ვიყავი უკიდურეს მეორე მხარეს, რომელიც ამბობდა რომ ლოიალურად. ანუ განათლების მნიშვნელობაზე მინდა ვთქვა, იმიტომ რომ მე ამ ფსიქოლოგმა ამიხსნა რა გზას გადის ბავშვის ფსიქოლოგია, რა გარემოებები ახდენს მასზე გავლენას და ასე შემდეგ. და აი ადვოკატების შემთხვევაში ზუსტად იგივეა. არასრულწლოვნის საქმის ადვოკატი რო გახდე, მე მგონი ერთი კვირა კი არა და 3 დღე კი არა, რაღაც 2 საათიანი თუ ანუ რაღაც ძალიან ხანმოკლე ტრენინგია ამისთვის საკმარისი. ჩახურავ, მონიშნავ და ხო, რაღაცებს მოვწიჭკავ, არავინ არ იცის რეალურად ის ტრენინგი იმან გაიარა, არ გაიარა და შესაბამისად ვიღებთ იმ რეალობას, რაც თქვი. არანაირი სენსიტიურობა, არც არასრულწლოვნის მიმართ, არანაირი სენსიტიურობა მსხვერპლის მიმართ, რომელიც არასრულწლოვნის მიერ ჩადენილმა დანაშაულმა გამოიწვია, ამიტომ ხო, ეს ყველაფერი არის ხო, არასერიოზულობა, ხო, ამ საკითხის მიმართ ესე გამოდის, იმიტომ რომ ერთი განათლება და მეორე პოლიტიკური ნება. რა ნება ტარდება კონკრეტულ სისტემაში, არის თუ არა ზოგადად პრიორიტეტი არასრულწლოვნის მიმართ ან არასრულწლოვნის მიერ ჩადენილ დანაშაულზე ეფექტიანი მუშაობა. თუ ეს პრიორიტეტი არ არის და პრიორიტეტი არის რომ მოდი რადაც არ უნდა დაგვიჯდეს დანაშაული გავხსნათ, თუ ეს არის პრიორიტეტი. დავსაჯოთ, რაც მთავარია. რა დავსაჯოთ, რაც დასჯა თუ გამოსწორება. ხო, და ეხლა ძალოვანი უწყებები არის ძალიან იერარქიული სისტემა. იქ იტყვი რომ მოდი დღეიდან ვიცავთ ადამიანის უფლებებს და ამერწმუნეთ მთელი სისტემა წამოყვება, შეიძლება იქ მიდგომებში ცოტა აერიოთ რაღაცები, იმიტომ რომ სათანდო ცოდნა შეიძლება არ მოჰყვებოდეთ, მაგრამ დაიცავენ ადამიანის უფლებებს. მეორე დღეს გამოცხადდება, რომ იცით რა, არ არის ეს ჩვენი პრიორიტეტი, ყველა წაყვება ამას. ძალიან ცოტა პროცენტი აღმოჩნდება ისეთი, რომელიც რაღაც თავის ღირებულებების ერთგულია და აი ამ რაღაცა ძირითადი ბრძანების მიუხედავად მიყვება იმ თავის გზას, რომელიც მას მიაჩნია, რომ არის კანონისმიერი, სწორი, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული და ასე შემდეგ. ამიტომ პრიორიტეტები აქ პოლიტიკური პრიორიტეტები და ნება არის სახელმწიფო პოლიტიკა სასამართლებრივ სფეროში, ხო, რაც და მაგ პოლიტიკის დოკუმენტის არსებობა კიდევ ცალკე ძალიან პრობლემურია ჩვენთან. არ შემიძლია რომ მაგის გამო არ გკითხო, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რაც არ ვიცი, შეიძლება გქონია საერთოდ გამოსაძიებლად, ხო, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რანგში. იმიტომ რომ აი ახლა ეს შემთხვევას რომ ნახეთ ამ 16 წლის ბავშვზე, აი პულვერიზატორის გამო, რომ ჩასვეს და შემდეგ ის საშინელებები გამოატარეს, რაც გამოიარდა ყოჩა მართლა ამ ბავშვს რომ ჩაიწერა ელემენტარულად და შემდეგ მშობელს რომ ამდენი მხარის მიუხედავად ბოლომდე მიყვა, ჩვენ გვაქვს უფრო ტრაგიკულად დასრულებული ამბავიც, როდესაც ბავშვმა ამ ყველაფრის გამო თავი მოიკლა. და ეს იყო ლუკას ირაძის საქმე, ჩვენ ნახეთ შემდეგ რომ ამაზე თქვენ აწარმოეთ გამოძიება, ადამიანი კონკრეტულ ადამიანზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, წავიდა ციხეში, მაგრამ ის ადამიანი ციხიდან გამოვიდა ბევრად უფრო ადრე, პრინციპში, ვიდრე ამას სასჯელი ამბობდა. თუ ხედავ რაიმე აი მსგავსებს ამ საქმეებს შორის, ან დინამიკა როგორ შეიძლება დავინახოთ, აი მაშინ როგორ იყო, ეხა როგორი სიტუაციაა და აი მსგავსება განსხვავებები ან იმ საქმეზე თუ შეგიძლია რომ გაიხსენო, რა ხდებოდა? ნუ ძალიან ძიმე საქმე იყო. ეს საქმე აი ამ შემთხვევაშიც და ლუკას ირაძის შემთხვევაში შედეგი დადგა იმიტომ, რომ არსებობდა ჩანაწერები. რომ არა ჩანაწერები პოლიციელზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, მაშინ როცა სხვა
დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ მოწმეთა ჩვენებები ძალიან მარტივად პროკურატურაც იწყებს დევნას და სასამართლოც აყენებს განაჩენს. გაგაწყვეტია ფერსი წამიდა, მინდა იმის თქვა, რომ ეხლა გელახასაია მაგალითად ზის ციხეში აბსოლუტურად მოგონილი ბრალდებით მარტო იმიტომ რომ ორი ადამიანი ამბობს რომ აი ამ ბიჭმა რომელიც არის არ ვიცი ორჯერ ჩემზე დაბალი მაგალითად ხო ანუ რომ და ფიზიკურად არ არის ძლიერი და ასე შემდეგ ანუ მისი სიძლიერე ყოველთვის იყო მის ლაპარაკში რომ ამ ადამიანს ჩვენ გვცემაო და ჯგუფური ცემის ბრალდებით ეხლა ზის ციხეში მარტო იმიტომ რომ ორი ადამიანი ამბობს ასე ხო მე მაგაზე პოლიციელებზე ასე არ ხდება. მე ყოველთვის მქონდა ამაზე პროტესტი, როცა ვიყავი სახელმწიფო ინსპექტორი, იმიტომ რომ ნუ ვიდეო ჩანაწერებზე ჩვენ ძალიან ბევრი შეგვიძლია ვილაპარაკოთ, აი ჩავთვალოთ, რომ პოლიციელების წინააღმდეგ გამოდის, რომ ეს არის ოქროს მტკიცებულება, როდესაც ჩვენ ვიდეო ან აუდიო ჩანაწერი გაქვს. თუ ეს ჩანაწერი არ გაქვს, შანსი იმისა, რომ პოლიციელის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს, მე ამისი პრეცედენტი არ მქონია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ამას არ ვეთანხმები, მაშინ შენ ამბობ, რომ ეს მოწმე იტყუება და ასე შემდეგ, მაშინ როცა ჩვენ მქონია საქმეები, სადაც ერთი მოწმე კი არა, რამდენიმე მოწმე იძახდა, რომ ცემა, ან არ ვიცი, არასათანადოდ მომეპყრა, მაგრამ იქეთ მხარეს დგას არ ვიცი, აქეთ თუ არის 5 მოწმე, იქეთ მხარეს დგას არ ვიცი 20 ან 15 პოლიციელი, რა თქმა უნდა, რომელთაგან ყველა იძახის, რომ ეს არ ყოფილა, მაგრამ ამ 5 მოწმის ჩვენებას არავინ ყურადღებას არ აქცევს. ამიტომ ეს საქმეც გახსნა ჩანაწერებმა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რატომ მოგცეს ეს ჩანაწერები მაშინ, იმიტომ რომ ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ეს არის ზოგადად ჩანაწერების კეთება პოლიციის მხრიდან, პოლიციის განყოფილებებში ვიდეო რომ არის კამერები, რომლებიც ზუსტად იმიტომ არის, რომ პოლიციამ არ იძალადოს ვინმეს მიმართ ეს ამას აქვს პრევენციული ფუნქცია. აი რო აღმოჩნდება ხოლმე მე რომ აი ჩართული არ იყო ან და ნუ სამხრე კამერები, ხო, აი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ვიდეო ჩანაწერების გადმოცემის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროდან, აი რაღაც უბნის მაღაზიას, რომელსაც ყველაზე უხარისხო ჩანაწერები ჰქონდა და ყველაზე უხარისხო სისტემები ჰქონდა დაყენებული, იქ ყოველთვის ჩანაწერი გვხვდებოდა, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ჩანაწერებს არ გაძლევდა. როგორც ჩანს, არ ვიცი, გადმოცემამდე ჩაითვალა, რომ აქ რაღაც არაფერი დიდი პრობლემა არ იყო, იმიტომ რომ იქ ხო ცემის მომენტი არ ყოფილა, მაგრამ ეს ჩანაწერები, ეს მოძრაობები ძალიან დაემთხვა მოწმეთა ჩვენებებს და ეს თანხმედრაში ერთმანეთთან უკვე რაღაც მნიშვნელოვანი მტკიცებულება გახდა და აი ამიტომ გახდა ეს შესაძლებელი. თუმცა მე დავინახეთ, რომ პასუხისგებაში მიცემული პირი ძალიან მალე გამოუშვეს, მე ამაზეც მქონდა პროტესტი, ამაზე ხმამაღლაც განვაცხადე მაშინ, რომ ეს ნიშნავს რას? სახელმწიფოს დამოკიდებულებას ზოგადად ასეთი ტიპის ქმედებების მიმართ და რატო გავს ეს ორი საქმე ერთმანეთს? ანუ მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, ხო? იქაც იყო, რომ აი ჩვენ პრობლემებს შევუქმნით ჩვენ ძმას და ეს ძმა მისთვის იყო ძალიან ავტორიტეტული ადამიანი, რომელმაც თავისთვის მიაღწია წარმატებას და ნუ ამან როგორც ჩანს წარმოიდგინა, რომ პრობლემები ექმნებოდა მისთვის ყველაზე საყვარელ ადამიანს მის გამო. იქ დედასთან ერთად შეურაცხყოფის მიყენება. ანუ ყველა არასრულწლოვნის ფსიქიკას არ შეუძლია ამ ყველაფრის გადახარშვა, ხო? ამ შემთხვევაში ამ არასრულწლოვანმა შეძლო ჩაწერა, მიტანა და ასე შემდეგ. მენტალურად აღმოჩნდა ძალიან ძლიერი და ასევე ჰქონდა მხარდაჭერა ოჯახიდან. ხო, ძლიერი და ყველას აი ამ მუქარის მოსმენა, ამის გადახარშვა ბავშვია, ხა შენ რაც არ უნდა იძახო, რომ აი დიდი ბიჭია ვიზუალურად ისე გამოიყურება, რომ თითქოს ხო რაღაც ბავშვად შეიძლება აღარ აღვიქვათ, რაღაც 14, 15, 16 წლის, მაგრამ ბავშვია, ანუ ჩვენს ფსიქოლოგიაზეც კი ოჯახის წევრების მიმართ რაღაც პრობლემები ძალიან მძიმედ აღიქმება. ხო, ამიტომ ხო, ესეც იყო ხო, პრინციპში შემთხვევა, როდესაც აი ამ მუქარებმა ბავშვი მიიყვანა იქამდე და აი როგორ არ უნდა ველაპარაკოთ ბავშვს, იყო ალბათ მაგისი მაგალითი და როგორ არ უნდა მოვეპყრათ პოლიციის განყოფილებაში. კიდე მახსენდება ერთი საქმე, თუ გახსოვთ მეტროში რო იძალა და პოლიციამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე. აქაც იყო ვიდეო. ამიტომ გახდა შესაძლებელი. მისმა მეგობარმა გადაიღო, ხო? აქაც იყო ვიდეო, რომელმაც გახდა შესაძლებელი პასუხისგებაში მიცემა, თორე აქ რო ვიდეო არ ყოფილიყო და აი არ ვიცი, ალბათ მე
მეტროს ყველა მგზავრს რო ეთქვა, რომ კი ნამდვილად ცემას ჰქონდა ადგილი, დარწმუნებული ვარ, რომ პროკურატურა ამაზე სისხლის სამართლებრივ დევნას არ დაიწყებდა. ამიტომ ეს მე მესმის, რომ პოლიციის მიმართ ჩვენ გქონია ეგეთ შემთხვევები, როდესაც სრულ ბრალდებების განცხადება შემოსულა დანაშაულის ჩამდენი პირის მხრიდან შურისძიების მიზნით და ისეთ შემთხვევაც ყოფილა პასუხისგებაში მიცემულად სრულ დასმენის გამო პირიქით და რა თქმა უნდა ამის გადამოწმება ყოველთვის უნდა მოხდეს, ხომ არ აბრალებს იგი პოლიციელს ამ დანაშაულის ჩადენას და პოლიციელსაც აქვს უფლება თავის დაცვის უდანაშაულობის პრეზუმპცია მის მიმართაც არის, მაგრამ იმდენად როგორ ვთქვა, რადიკალურად განსხვავებული სტანდარტია პოლიციელის მიმართ დევნის დაწყებაზე და იმდენად რადიკალურად განსხვავებული სტანდარტია არაპოლიციელის მიმართ დევნის დაწყებაზე, ნუ არ შეიძლება ეს იყოს ნორმალური სტანდარტი არის აბსოლუტურად ყველა პირისთვის და თუ ჩემს მიმართ დევნის დაწყება შენ შეგიძლია 2 მოწმის ჩვენებით მაშინ დამიმტკიცე რომ მე მოწმე არასწორ ინფორმაციას ვაწუდი გამოძიებას და ხო ასევე აი ამ ბოლონა საქმეში მომიგზავნეს დედა ამბობს რომ იმდენი ვინმე მოაგზავნეს რომ ჩვენება შემეცვალა ეს ცალკე დიდი პრობლემა არის და როდესაც პოლიციელის მოწმეებს ყოველთვის ეშინიათ პოლიციელის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა ისედაც ეშინიათ და მით უმეტეს როცა მთელი მანქანა იწყებს მუშაობას რომ აი არ მისცე ჩვენება თორემ აი პოლიციასთან შეიძლება შენ პრობლემა შეგექმნას ჩვენ გქონია ესეთ შემთხვევები როდესაც მოწმე მოსულა და უთქვამს რომ აი ასეთი რეალობის წინაშე ვდგევარ და მაგ კანონმდებლობაში რაღაც საოცრება გვიწერია მოწმის დაცვის ფუნქცია მინიჭებული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. თვითონ უნდა დაიცვას. და ძალიან სახასიათო იყო პრინციპში. აი ამ საქმეზეც ეხლა აი 16 წლის ბიჭის საქმეზე ლაპარაკობთ. როცა იმართებოდა სასამართლო სხდომა და აშკარა არის ხო რაც გააკეთეს იმ პოლიციელებმა ძალიან აშკარა დანაშაული აქვს ჩადენილი. ადვოკატსაც კი არ უთქვამს რომ დანაშაული არ ჩაუდენიაო, უბრალოდ ლაპარაკი იყო პატრონობა შეფარდებოდა თუ სხვა რამ. და ამ ადამიანს საგულშემატკივროდ და სოლიდარობის მიზნით გაყვადა სასამართლო სხდომაზე იჯდა ლამის მთელი მისი შემადგენლობა. ანუ პოლიცია, რომელიც ხედავს რომ რაღაცა ადამიანს ჩაიდიან დანაშაული, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც არის მოწოდებული იმისთვის, რომ ეს ადამიანი დაიცვას და აი ამ პოლიციას თუ ვეუბნები ჩვენ რომ შენ უნდა დაიცვა ადამიანი, რომელიც უჩივის პოლიციას, რამდენად შეძლებს მაგის გაკეთებას. ხო, აი ადამიანურად მესმის, მიუხედავად იმისა, თუმცა სისტემის გადმოსახედიდან ეს რა თქმა უნდა სწორი პოზიცია არ არის, მაგრამ მე ერთ რამეში ვარ კიდე დარწმუნებული. მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიციელებმა თქვეს, როცა ეს საუბარი მოისმინეს, რომ რა მოხდა. დიდი ამბავი. ანუ ხო, ეს ისე მართლა ფეხია, რასაც ამბობდნენ. ხო, ანუ პროტესტი დარწმუნებული ვარ, არ შეიძლება საერთოდ არავის გაუჩნდა, ან ძალიან ცოტას გაუჩნდა, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი მიღებული ფორმა კომუნიკაციის მოქალაქეებთან და არა მხოლოდ დანაშაულის ჩამდენ პირებთან და ეხლა ძალიან საშიში რეალობის წინაშე ვდგავართ და გეტყვით რატო აი ბოლო პერიოდში ეს პროპაგანდა რომელიც მიდის არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენაზე მე ძალიან საშიშად მეჩვენება და რატომ ანუ აი არასრულწლოვნები დანაშაულს ჩადიან იქ მაღაზიებს ძარცვავენ ქურდავენ აგერ თურმე ნეონაცისტურ მოძრაობაში არიან ჩართულები აგერ გიგავალიანის მკვლელობაც არასრულწლოვნებთან არის დაკავშირებული საბოლოოდ ეს აუცილებლად მივა იქამდე, რომ აი მოდი დავწიოთ ასაკი. მოდი გავზარდოთ არასრულწლოვნები ციხეში. სპეციალური ციხე-ცხოვი შექმნეს, ხო, ანუ რაღაც ხო, აი ამ ყველაფრის ამ ეგრეთ წოდებული რეფორმის გასამართლებლად ძალიან კარგი кейსები ნიადაგი მზადდება და მომზადა. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, ვემიჯნები იმას, რომ არასრულწლოვანი არ უნდა დაისაჯოს და ასე შემდეგ, მაგრამ იჩნდება ლოგიკური, ლეგიტიმური კითხვა. რატომ მივედით აქამდე და სად ვიყავით იქამდე, სანამ ეს ბავშვები რაღაც ორგანიზებული ჯგუფების წევრები გახდებოდნენ.
ანუ არის ეს თავარი პრობლემა, რომ ბავშვები ჩადიან ამ ყველაფერს, თუ ეს არის სიმპტომი იმისა, რომ აი წეგან რაც ვახსენეთ, მინიმუმის ამ თავარი სისტემა, რომელიც უნდა ფუნქციონირებდეს, რაც არის ოჯახი, სკოლა და პოლიცია, არის სრულიად ჩავარდნილი და საერთოდ არის მოწოდების სიმაღლეზე იმისთვის, რომ ბავშვი გაიზარდოს ნორმალურად და ბავშვს ქონდეს რაღაცა ადეკვატური ელემენტარული პირობები ამ ქვეყანაში ნორმალურ ადამიანად ჩამოყალიბების, ნორმალურად ცხოვრობენ თუ არა ამ ქვეყანაში ოჯახები ელემენტარულად, რომ ნორმალური აღზრდის საშუალება ჰქონდეთ ბავშვებისთვის. მანდ მე მივდივარ. ჩავარდნა გვაქვს ყველგან, აბსოლუტურად და ამ სიტყვებში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ოჯახშიც მე სანამ შვილი მეყოლებოდა, მანამდე ალბათ კიდევ უფრო ნაკლები წარმოდგენა მქონდა. ხო, ბავშვი ითხოვს ყურადღებას. უნდა ასწავლო, რა არის კარგი, რა არის სიკეთე, რა არის ბოროტება, რომ არ ატკინოს. ამას ხო დრო ჭირდება, ანუ შენ გჭირდება საკომუნიკაციო დრო და გჭირდება შვიდი ნერვები, ასევე რომ შენ ეს ყველაფერი ბავშვთან გააკეთე. სხვა შორის ერთ-ერთ ტრენინგზე პოლიციის ერთმა თანამშრომელმა არასრულწლოვნების ტრენინგს რო ვატარებდით, თქვა ესეთი რაღაცა, რომ აი მიყურებთ ვარ ძალიან კარგი სპეციალისტი, მესმის კანონი, ვიცი კანონის კითხვა, მიყვარს ბავშვები, მაგრამ მე მაქვს ისეთი სამუშაო რეჟიმი, პრიორიტეტები სამსახურში, არ ვიცი, არანორმირებული სამუშაო დრო და ასე შემდეგ. მე სხვის შვილთან კი არა, საკუთარ შვილთანაც კი, აი ამ მდგომარეობაში მიჭირს საერთო ენის პოვნა, მასთან ისე ლაპარაკი როგორც საჭიროა და ასე შემდეგ. ანუ ეს სიმშვიდე და სტაბილურობა და ეს რაღაც გამოთავისუფლებული ნორმალური დრო ჭირდება ოჯახს და აბსოლუტურად ყველა პროფესიონალსაც და აი იგივე პოლიციის შემთხვევაშიც, ხო? ძალიან ხშირად ანუ მე მესმის დღეს ეს უნდობლობა პოლიციის მიმართ გასაგებია, რა თქმა უნდა, ეს არის ის შედეგი, რომელიც მივიღეთ აი ამ თვითონ პოლიციის ქმედებების. ხო, მაგრამ აი პოლიციელებისთვისაც ეს არის ძალიან ისეთი სტრესული, ანუ წარმოიდგინეთ საზოგადოება გიყურებს სიძულვილით, არ ვიცი, მენეჯერი გელაპარაკება იმ ლექსიკი თუნდაც აი ხო იქ როგორც ნახეთ მუდმივად უკმაყოფილო ზედამხედველი არჩეულება პროკურორი რომელიც მუდმივ შენიშვნებს გაცვლეს დამცირება და ასე შემდეგ ხო ანუ ამ პირობებში შენ მიიღო პოლიციელი რომელიც თავის საქმეს შეასრულებს ეფექტიანად მე მგონია ეს გამორიცხული აი ამიტომ გვაქვს ჩვენ ყველგან ჩავარდნა, ანუ თუ შენ სისტემა არ განავითარე და მიეცი მას იმის საშუალება, რომ იფუნქციონირდეს ისე როგორც საჭიროა, ის სისტემა თავის ფუნქციას ვერ შეგისრულებს აბსოლუტურად ვერასდროს. ამიტომ ოჯახი, ნუ სკოლა ასევე არის აბსოლუტურად არ ვიცი მუშლილი. კვლევა არის სხვა შორის პროკურატურის მიერ ჩატარებული, რომ აი დანაშაულის ჩამდენი ბავშვების ძალიან დიდი პროცენტი სკოლაში არ დადის. საერთოდ. და თან სულ იზრდება ასევე განათლების სამინისტროს სტატისტიკით იმ ბავშვების რაოდენობა, როგორც რაოდენობრივად ისე პროცენტულად, ვინც ყოველ წელს გამოდის სკოლიდან დამთავრებამდე. აღარ აგრძელებს საერთოდ სწავლას. სად მიდიან ის ბავშვები? ნაწილი ალბათ უცხოეთში, მაგრამ აქ ხო რჩებიან დიდი ნაწილი. კი, და ეს აი ამ სტატისტიკაში ეს ძალიან კარგად ჩანს და ეს არ არის პატარა პროცენტი, ვინც სკოლაში, ანუ არ დადის. განა არ ირიცხება სკოლაში, არ დადის სკოლაში. ხო, აი ამაზე რომ რაღაც სკოლა განგაშის არს არ შემოკრავს, ან არ ვიცი თუ შემოკრავს, მაშინ რას აკეთებს, ხო? ასევე არის ძალიან დიდი პრობლემა. აკადემიური მოსწრებითაც ბავშვები, რომლებიც დანაშაულს ჩადიან, არის კარგი აკადემიური მოსწრებისიც, მაგრამ ძირითადად ესენი არის საშუალო ან დაბალი. ვისაც მეტ ყურადღებას უნდა აქცევენ. კი, ვისაც ჩემთვის მაინც პოლიცია არის მთავარი ამ შემთხვევაში რა. და აი ზუსტად ეს პოლიციელების დამოკიდებულება არა მხოლოდ ბავშვებისადმი, ზოგადად საზოგადოებისადმი იმიტომ რომ აი პოლიციის კულტურა შინაგანი რაც არსებობს პრინციპში ეფუძნება გაუცხოებასაც. ანუ გაუცხოებულები არიან თავიანთი ოჯახებისგანაც კი, ანუ რაღაცა პოლიცია სხვა პოლიციას უფრო კარგად გაუგებს ხოლმე, ვიდრე პოლიციელს მისი ოჯახის წევრი ცოლი თუნდაც ან ქმარი, ხო? ანუ ეგეთი რაღაცებიც არსებობს აქ და მაგას რომ ემატება ის რომ რაღაცა პირობები როგორი აქვთ, ხო? ანუ რა პირობებში მუშაობენ იქ დაფასება და რაღაც კი არა, ანუ უკანონოებების ჩადენა უწევთ ყოველდღიურად,
ზემოდან დამცირება და ასე შემდეგ ყველაფერს იგებენ და შემდეგ თანდათან ხდებიან თვითონაც, მე რასაც უყურებ ყოველ შემთხვევაში, ნებითაც ჩადიან ამ ყველაფერს, ან ვინც არის ამის წინააღმდეგი, ვინც სუჩვენებს არ ძლევა და ასე შემდეგ სასამართლოში, ისინი კარიერულად წინ ვერ მიდიან. გამორიცხულია, მით უმეტეს დღევანდელ სისტემაში, ხო და სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილია ჩემთვის ეს, რომ ზუსტად ასეთი პოლიცია უნდა ჰქონდეთ, ვინც არის მჩაგვრელი, მატყუარა ჩემთვის და ასე შემდეგ. და მაგ კონტექსტში მინდა რომ კითხო, იმიტომ რომ შემთხვევაც მგონია მნიშვნელოვანია, რა სიგნალს აგზავნის ამ შემთხვევაში პოლიციის მიმართ სახელმწიფო, როცა ჯერ რამდენი დღე იყო, არ მახსოვს, მაგრამ მე მგონი ერთ კვირაში გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ხო? ახალი წლების წინ ზუსტად დეკემბერში. 3 დღეში. ანუ მე ვესწრებოდი მაშინ კომიტეტების მოსმენას და ნუ აი ვერ ვიჯერებდი მართლა რა ხდებოდა, როგორ ანადგურებდნენ ამას. შექმნა მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია, დიდი პატივისცემით, მაგრამ ეგრე იყო, განსაკუთრებით არაფერი არ გაუკეთებია იმ ადამიანების საქმეების გამოსაძებლად, ვინც 2024 წლის ბოლოდან 2025 წლის შემდეგ უბრალოდ წამების სვერპლები გახდნენ თუ კიდე უარესის არა და მე ეგეს გააუქმა. ანუ რას ეუბნება ამით სახელმწიფო პოლიციელებს? სიმართლე გითხრათ, მე საერთოდ ვერ მივხვდი, აი მათ შორის როცა ვიყავი სახელმწიფო ინსპექტორი, რატო შექმნა ამ ქვეყანამ ეს სამსახური, იმიტომ რომ იმდენ წინააღმდეგობას ვაწყდებოდი ყოველდღიურად იმ საქმის კეთებაში, რომელიც უნდა მეკეთებინა და არ ვიცი, არ ვიქნები თავმდაბალი და ვიტყვი, რომ მე მინდოდა იმის კეთება ზუსტად რაც მეწერა კანონში და მქონდა იმისი ამბიცია, რომ იმ სავარძელში მე ტყუილა არ უნდა მჯდარიყავი. გამიჩნდა ლოგიკური კითხვა, რომ აი თუ არ უნდა ემუშავა, რისთვის შეიქმნა? აი დევნის ფუნქცია თუ არ ხო შექმენით ეს ყველაფერი და თუ პოლიციელი არ უნდა დასჯილიყო, მაშინ ყოფილიყო იქ სადაც იყო პროკურატურაში იყო ეს ფუნქცია. ხო, ეს იყო ჩემი ყველაზე ლოგიკური კითხვა, რომელიც მიჩნდებოდა, რომ აი მაშინ ან თქვენ ბიუჯეტი რატო დაიხარჯა ამისთვის, ან ადამიანების ნერვები რატო შეეწირა ამ ყველა, ანუ რისთვის იყო ეს ყველაფერი, ეს ფარსი საჭირო, იმიტომ რომ აი ერთი პოლიციელის პასუხისგებაში მიცემის ნებაც კი მე ვერ დავინახე საერთოდ ვერასოდეს და არის ძალიან მცდარი წარმოდგენა ჩემი გადმოსახედიდან, რომ აი ჩვენ თუ პოლიციელს პასუხისგებაში მივცემთ სისტემა ჩამოიშლება. ჩვენ თუ პოლიციას გაიქცევა ყველა და რაც არავინ არსად არ გაიქცევა. არავინ არსად არ გაიქცევა და მე ვიცი რომ პოლიციაში მათ შორის მუშაობენ ადამიანები, რომლებიც პირიქით გაუხარდებათ იმ ადამიანების დაჭერა, რომლებიც პოლიციის სახელს და რეპუტაციას ანგრევენ, იმიტომ რომ ეს მათზეც რა თქმა უნდა აისახება. პროცენტულად რამდენია ესეთი გამიჭირდება ამისი თქმა, მაგრამ მე ვიცნობ ასეთ ადამიანებს, რომლებისთვისაც პრობლემაა ის, რომ დღეს პოლიციის მიმართ ნდობა არ არის. დღეს პოლიცია აღიქმება ძალიან რაღაც, ხო, ტრად, რომელიც კი არ ეხმარება მოქალაქეებს უფლებების დაცვაში, პირიქით თავად გახდა უფლებების დამრღვევი. ამიტომ არ ვიცი ან საერთოდ რატო შექმნეს, მაგრამ მე როგორც ჩანს მიხვდნენ, არ ვიცი რატო იყო ესეთ წარმოდგენა, რომ იქნებოდა ესე თავისთვის სამსახური, არაფერს არ გააკეთებდა. რა თქმა უნდა, მქონდა ყოველთვის მცდელობა იმისი, რომ ჯერ მტკიცებულების შეგროვება არის ურთულესი. პოლიციელების წინააღმდეგ შეაგროვო მტკიცებულება, ეს არის, არ ვიცი, ძალიან რთული, იმიტომ რომ შემტკიცებულების შეგროვებაში არ გეხმარება არავინ, არც შესესე, არც პროკურატურა, არავინ არ გეხმარება ამაში, ნუ მოწმეები ვთქვით, რომ ყველას ეშინია პოლიციელის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას და როგორც აღნიშნა გერეს ქალბატონიც ამბობდა, ვისაც სურვილი აქვს იქ მიგზავნა ვიღაცების, რომ აი ჩვენება არ მისცე პოლიციელის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. და შენ რაღაცა ძლივს რო შეაკოწიწებდი ამ მტკიცებულებებს და რო გონია რომ აი გამართე საქმე და რომელიღაც პოლიციელის მიმართ ნამდვილად არის მტკიცებულებები რომ მან დანაშაული ჩაიდინა, უცებ აწყდები წინააღმდეგობას პროკურატურასთან, რომ არა, ეს ჩემთვის არ არის საკმარისი. იმას კი არ გეუბნება რომ ნება არა მაქვს რომ დევნა დავწყო. არა, ეს ჩემთვის საკმარისი არ არის. მე სამ კითხვას აი იმისთვის საკმარი ხო? აბა რა უნდა შეაგროვო ხო ამ რეალობაში? ამიტომ წინააღმდეგობების გაწევა, რა თქმა უნდა, ეს იყო უკვე დისკომფორტი, გაუქმეს, შეიქმნა ახალი და მე გამიჩნდა კითხვა, თუ იმასაც აუქმებდნენ, რატო სხვა, მაგრამ იმ მომენტში იმხელა ნდობა ქონდა ამ სამსახურს და
გონია რომ ქონდა იმ რეალობაში რაც შეიძლებოდა თორე რა თქმა უნდა ძალიან შორს ვარ იმ აზრისაგან რომ ეს სამსახური ზუსტად იმასაკე ვერ აკეთებდა და მე ვამბობ ამას გულახდილად რომ სურვილის მიუხედავად ჩვენ ვერ ვაკეთებდით იმას რისი გაკეთებაც გვინდოდა მე შექმნეს ახალი იმიტომ რომ ეს რაღაცა ნებათაღელვა ჩაეცხროთ ამ ახალს სრულად დაუგდეს ნდობა ნულზე და რა ვიცი გინახავთ ერთი ადამიანი მაინც ვის გამოესარჩლა იმ სამსახურის გაუქმებას არა მაშინ როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხი დღის წესრიგიდან ორი თვე არ მოხსნილა მათ შორის მედიიდან ამიტომ ეს ახლის შექმნაც იყო რაღაც მოჩვენება ფარსი რომ აი რაღაცა უფრო უკეთესი გავაკეთეთ მე მახსოვს როგორ იქნებოდა საერთოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მაშინ სახელმწიფო აპარატში ვიყავი და ყველა ეტაპზე იყო ჯერ საერთოდ რატო შეიქმნა ხო ეს მახსოვს რომ ჩვენც შევაგროვეთ რამდენი მოქალაქის განცხადება იყო ვინც არათუ მსხვერპლი გახდა პოლიციის მხრიდან არამედ მტკიცებულებები ჰქონდა ჩვენთანაც მოიტანა ანუ ყველა ამ წნეხის მიუხედავად უნდოდა რომ დასჯილიყო ის პოლიციელი ყველასთან მივიდა ჩვენთანაც მოვიდა მაშინ მტკიცებულებები ჰქონდა და შემდეგ სახალხო დამცველმა მიმართა წინადადებით პროკურატურას რომ აი ამაზე გამოძიება დაიწყე ან ამაზე დევნა დაიწყეო და ჩვენ მქონდა ასეთი დაახლოებით 100-მდე განცხადება მოკლედ და გამოძიება თუ საერთოდ იწყებოდა ანუ შედეგი იყო 0. არც ერთი ადამიანი ამათგან არ იყო პასუხისმგებაში მიცემული და ეს იყო როცა ეგ საქმეები იყო პროკურატურაში პროკურატურა არ ჭერდა პოლიციელებს ძალიან მარტივად რო ვთქვათ მე შეიქმნა ეს სამსახური არ მისცეს რა თქმა უნდა ამ სამსახურს ფართო უფლებამოსილებები დევნის ფუნქცია არ ქონდა მოკლედ მაინც პროკურატურა წვეტდა ხოლმე არსებითად აი ვიღაცის დაკავება როგორ მომხდარიყო და ეხა მივიღეთ მოცემულობა როცა ბრუნდები ზუსტად იქ, სადაც დაიწყო. და რაც მთავარია, სტრასბურგში იყო იმდენი წაგებული საქმე, სადაც ჩანდა პოლიციელების მხრიდან წამება მოქალაქეების და ეს საბოლოო ჯამში ხო იქიდან წამოვიდა რა, მინისტრთა კომიტეტის ვალდებულებიდან. და ეხლა მივიღეთ მოცემულობა, როცა ბრუნდები ზუსტად იქ, საიდანაც ეს ყველაფერი დაიწყო. და ეგ მე მგონია, რომ არ არის სახარბიელო კი არა რაიმე ოპტიმიზმის მაჩვენებელიც არავისთვის, არც ბავშვებისთვის, რომლებიც აი ამ დღეში არიან და თუ ბავშვები ამ დღეში არიან, რა დღეში იქნებიან სრულწლოვნები, რომელთა საქმეებიც ისევ იმ პროკურატურამ უნდა გამოიძიოს. აი არასწორი ისევ იმას დავუბრუნდები. აი მე როგორც მოქალაქის თვალში როგორ ჩანს ხო? ანუ მოქალაქის თვალში მაგალითად ავიღოთ შინაგან საქმეთა სამინისტრო. რომელი უფრო ღირსეულად გამოჩნდება მოქალაქის თვალში? სამინისტრო, რომელიც ხელს აფარებს თავის თანამშრომელს, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, თუ სამინისტრო, რომელიც ამბობს, რომ კი, დანაშაული ჩაიდინა ჩემმა თანამშრომელმა, მაგრამ იგი დაისაჯა. ვერ დაასახელებს ვერავინ ქვეყანას, სადაც პოლიციელი დანაშაულს არ ჩადის. ეს ყველგან ხდება. უბრალოდ აქ პრობლემა არის იმაში, რომ ერთი ამისი ნება მოდის თუ არა ზემოდან და ის რაც ჩვენ ხა აქციებზე ვნახეთ, ხო, ეს სისტემური გადაბმული ძალადობები, რომელსაც აქციის მონაწილეების მიმართ პოლიცია ახორციელებდა, ეს პოლიტიკური ნება იყო, ეს მიშვებული პოლიცია იყო, რომ კი ბატონო, ესე გააკეთეთ, ხო, წინამძღ შემთხვევაში ერთ დღეს რომ, არ ვიცი, მე რო შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ და ჩემს თანამშრომელს ვხედავ ტელევიზიით როგორ ძალადობს, რა თქმა უნდა დავურეკავ და ვეტყვი რომ ეს აღარ განმეორდეს და იმას დასჯი ხო, მაგრამ ხო შენ რო ხედავ რომ 10 დღეს ყველაფერი გრძელდება, ეს ნიშნავს რომ ეს შენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ხო. და პოლიტიკური ნება როცა არის რომ, რა ვიცი, არათუ აღკვეთო ჩაიდინე დანაშაული, ანუ აქ ეს პოლიტიკური ნება ჩანდა, რაც ყველაზე საშიში იყო, ხო? ეს არ იყო ერთი ღამის ძალადობა, ხო? ეს იყო გადაბმული სისტემური ძალადობა. ხო, ანუ დღეს მივიღეთ შედეგი, როცა პოლიციისადმი ნდობა არის 0-ის ქვემოთ, 0-იც აღარ არის მე მგონი. მაგრამ შენ როცა ხარ სისტემა, რომელიც თავის თანამშრომლებს სჯის, ყველა ძალადობაზე რეაგირება გაქვს, შენ საზოგადოებაში გაქვს უფრო მაღალი ნდობა, თანამშრომლობის ხარისხი პოლიციისადმი არის უფრო მაღალი, მეგობრობის ხარისხი პოლიციასთან არის უფრო მაღალი და ისევ არასრულწლოვნებს რომ დავუბრუნდეთ. ხა როგორ წარმოგიდგენიათ პოლიციის მეგობარი არასრულწლოვანი, რომლის, არ ვიცი, დედა ან მამა აქციაზე ცემა პოლიციამ, ხო? ანუ წარმოუდგენელია და ნუ ტელევიზორში რო ხედავ იმ კადრებს, შენ ნდობა პოლიციის მიმართ ფიზიკურად იმავე ფორმით რო ადამიანი ვერ გაგიჩნდება, ხო?
და უკვე აქ პერსონებზე აღარ არის საუბარი, მე კეთილი პოლიციელი ვარ და ის არა ვარ, ეს აღარ მუშაობს, ხო? მისთვის კოლექტიურად შენ ხარ პოლიციის თანამშრომელი. ამიტომ მე არ ვიცი, ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩვენ გვეღირსება ქვეყანაში რეალურად დამოუკიდებელი სამსახური, რომელიც პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს ეფექტიანად და რომელთანაც ითანამშრომლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ისე როგორც უნდა ითანამშრომლოს. არ ვიცი თუ გვაქვს დრო ერთ პატარა მაგალითს მოგიყვებით, აი რომ ევროპასთან რო ავლებენ ხოლმე და ევროპულ ქვეყნებთან პარალელებს. როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მუშაობდი, გქონდა შეხვედრა დიდი ბრიტანეთის ანალოგიური უწყების გამომძიებლებთან და ერთ-ერთმა გამომძიებელმა დაუსვა ესეთი კითხვა იქაური უწყების გამომძიებელს, რომ აი თქვენ როცა არ გაძლევთ პოლიცია ვიდეო ჩანაწერებს, რა მექანიზმები გაქვთ? ვერ გაიგო კითხვა. და აი თქვა რომ ანუ რატო არ უნდა მომცეს ჩანაწერი, ან ჩვენ ესეთ შემთხვევა არ გქონია, ანუ იქ ერთი რომ აძლევენ, ანუ ვერ წარმოუდგენია რომ ესეთი რამ შეიძლება მოხდეს. განა არ ექნება, ეხ მე რომ ვიყო, არ ვიცი, რაღაც უწყების ხელმძღვანელი, შეიძლება მეც მქონდეს სრული რაღაცები დავამალო, მაგრამ სისტემა უნდა იყოს მოწყობილი ისე, რომ ამისი შესაძლებლობა შენ არ გქონდეს და მე უკვე ეს ყალიბდება რაღაც ინსტიტუციურ ჩვევად და ნუ აქ ეს კითხვა იყო მე გამომძიებელი ამბობდა რომ მგონი არ უნდა დაგვესწო რაღაც ძალიან მოვიჭერით თავიო, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. ამიტომ ჩვენ გვინდა სისტემა, რომელიც ამ ტიპისთან ჯერ ეგერთი პოლიტიკა იქნება ისეთი, რომ პოლიციის მხრიდან დანაშაულის ჩადენა იქნება ძალიან დიდი პრობლემა და მეორე თუ ესეთი რამ მაინც მოხდა, აუცილებლად უნდა იყოს ნება იმისი, რომ ესეთი პოლიციელი დაისაჯოს სისტემის სიჯანსაღისთვის და მოქალაქეთა უსაფრთხოების გამო. ძალიან დიდი მადლობა ლონდა. შეგვიძლია წავიდეთ უკვე ბოლოსკენ. შვენიერი გვინო იყო ჩემთვის მომეწონა. იმედია შენც. და კი ამ გადაცემის დასრულების შემდეგ გადმოგცემთ ვაუჩერს 525 წერტილი ვაინისგან, საიდან შეგეძლება რომ ეს ბიო ღვინო, ანუ ბიომეურნეობებში, პატარა ვენახებში ნაწარმოები, სპეციალური ეს არ ტექნიკით არ ვიტყვი, ფილოსოფიის ნაწარმოები ღვინო შეიძინო. ჩვენს მაყურებელს კი შევახსენებ, რომ დღეს საუბრობდით საბოლოო ჯამში არსულწლოვნების მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე, განსაკუთრებით პოლიციის მხრიდან, რაც გახშირა სამწუხაროდ საქართველოში, ასევე საუბრობდით მართლმსაჯულების სისტემაზე და როგორი შეიძლება იყოს მისი მიდგომები ბავშვებთან დაკავშირებით და იმ სამ მთავარ სისტემაზე, რომელიც უნდა ზრუნავდეს, რომ ბავშვმა არ ჩაიდინოს დანაშაული, რაც არის ოჯახი, სკოლა და საბოლოო ჯამში პოლიცია. ხოლო იმ პირობებში, როდესაც პოლიციას პირდაპირ კარტ ბლანშს აძლევს სახელმწიფო, რომ მან თავად იძალადოს ბავშვებზე, შეუძლებელი არის, რომ რამენაირად საზოგადოება განვითარდეს. ამიტომ იმედს ვიტოვებთ, რომ როგორმე მივახცევთ პოლიციის რეფორმასაც და მივახცევთ ისეთ სისტემის ჩამოყალიბებას, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იქნება თუ სხვა მექანიზმები, მოძალადე პოლიციელები საბოლოოდ დაისჯებიან. მადლობა და თუ მოგწონთ ჩვენი გადაცემები, შეგიძლიათ გამოგვიწეროთ YouTube-ზე.